სამხედრო პირია და ასრულებს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას და რამდენად იცავს მის უფლებებს და მის ღირსებას ის ხელისუფლება. ბატონი გია ცერცოძე არის გმირი, რომელიც დღეს სამწუხაროდ არის დაკავებული და გასაგებია რომ იქნება გათავისუფლებული, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა რომ მისი პირადი მონაცემები გადაეცა რუსეთის FSB-ს და ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად რომ დაუყოვნებლივ გამოძიებული იქნას ეს საქმე, რათა ხვალ და ზეგ სხვა ბიჭებს გმირები, რომელიც კიდევ ციხეებში არიან და კიდევ გმირები, რომელიც იმყოფებიან ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანაც არ შეექმნათ მსგავსი პრობლემები. აქცია ტარდება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით. ვაპროტესტებთ იმას, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლებამ ოკუპანტს რუსეთს გადასცა პერსონალური ინფორმაცია ჯარისკაცებზე და გია ცერცვაძე ამის გამო იმყოფება პატიმრობაში. შესაძლოა ის გამოუშვან და განთავისუფლებული იქნეს პატიმრობიდან, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მომავალში ჯარისკაცები იქნებიან საქართველოში დაცულები. ჯარისკაცები არ არიან დღეს საქართველოში დაცულები და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პერსონალური ინფორმაციები გადაცემული იყვნენ რუსეთისათვის. ხელისუფლება არ აღიარებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და აგრძელებენ მათთან მლიქვნელ პოზიციაში მუშაობას.